ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა საზოგადოებას 2024 წლის ანგარიში გააცნო. პრეზენტაციაზე გვიან ჩხეიძემ ისაუბრა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკაზე, რეაგირებასა და რეკომენდაციებზე. კიდევ ერთი თემა მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები იყო. გაიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, სადაც ყურადღება გამახვილდა სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, კერძოდ ანგარიში ვრცლად მოიცავს ინფორმაციას იმ საკითხების თაობაზე, თუ რა აწუხებდოთ მომხმარებლებს. ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში მოვისმინეთ კომუნიკაციების ომბუდსმენისგან. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ომბუდსმენი ჩვენი მომხმარებლების დაცვის ნაწილში და მათი უფლებების ამაღლების ნაწილში. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს კომუნიკაციების კომისიასთან, ომბუდსმენთან, სახალხო დამცველის ოფისში ჩვენ გვაქვს პერიოდულად შეხვედრები და მივესალმები, რომ ამ ანგარიშის ფარგლებში ამდენი რამის გაკეთება შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ. თქვენ იცით, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონმდებლობით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლებების დაცვა სწორედ ტელესაკომუნიკაციო სივრცეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი ხარისხიანი მომსახურების მიღება. ომბუდსმენი ატარებს და მისი აპარატი არაერთ შეხვედრებს სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.